ძალიან დიდი მადლობა გურამ და ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენგანს რომ მოიცალეთ და დაინტერესდით ამ საკითხით, რომელიც რამდენიმე წლის დაკვირვებების შედეგად რაღაცნაირად გამოიკვეთა. თუმცა რა თქმა უნდა, რაზეც ვილაპარაკებ, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ თვალსაზრისით და შევსება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხარვეზებს აღმოაჩენთ ამაში და უფრო საკითხის დასმის თვალსაზრისით მნიშვნელობს, ვინმე ვთქვათ რაღაცის გადაწყვეტის, ხო შეიძლება არ დამეთანხმოთ და როგორც ხონებული ბატონი რეზო სიზაძე იტყოდა ხოლმე ლექციაზე, რომ გთხოვთ არ დამეთანხმოთო, ხო? ზოგჯერ არის ხოლმე რომ ადამიანი რაღაც ხაშიათად დაატარებს გულში რაღაცას, ვერ ამბობს რაღაცა შიშით და ყველაზე კარგი აუდიტორია, რომელიც მოусმენს და მერე გაუფანტავს, ასე ვთქვათ, თუნდაც ამ ცდარ აზრს და წარმოდგენას და მე ახლა შემოგთავაზებთ ასეც. სკოლის პერიოდში რა თქმა უნდა მძულდა და მეზიზღებოდა ჰაგიოგრაფია. უნივერსიტეტის დროსაც თლათ ისე ვერ შევიყვარე. ძირითადად ახლა სკოლის დროს ვთქვათ ტექსტზე მუშაობდით და თან გვესმოდა და თან არ გვესმოდა, რაც უფრო მაღიზიანებდა სულ. იყო მაგალითად შემოწყრომა ჰაბოთ ფილელზე ბავშვებისაგან რომ რაღაც მოეთრეოდა აქ და თვითონაც ეწამა და ჩვენც გვაწამესო ახლა და უნივერსიტეტში იყო სხვადასხვა უკვე მეცნიერული მსჯელობა, ვთქვათ ტექსტის რაობაზე, როდის დაიწერა, რაზე ახდენს აქცენტს. აქაც როგორც ახლა ძალიან გულგრილად და მშრალი ფაქტებით ზოგჯერ არგუმენტებით და კონტრაარგუმენტებით გავდიოდით. იმისათვის რომ გამოცდა ჩაგვებარებინა და შემდეგ ამ კოლოკვიუმი დაგვეწერა კარგად. აი ჰაგიოგრაფია მე პირადად შემიყვარდა, როდესაც მე უკვე დავიწყე თვითონ აბიტურიენტების მომზადება და უცებ აღმოვაჩინე რომ მესმოდა ეს ენა და არა მხოლოდ ენა მესმოდა, არამედ ის გამომსახველობა მხატვრული, რომელიც არის დაუნჯებული ამაში და ესე იგი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ ის ფრაზები რაც იყო იქ ყენებული მაგალითად ენითა მით თაფლამწყთოლვარითა და ასე შემდეგ, ესე იგი ჩემი სურვილი საწინააღმდეგო ძალიანაც მომწონდა და ასე რომ მე მივნებდი ამ საქმეს. შემდეგ მოდის მეორე ეტაპი იმაზე, რომ რატომ არ უყვარს ხალხს, ასე ვთქვათ, ჰაგიოგრაფია. და ამ ამბავში აღმოვაჩინე ერთი თემა. ახლა არ ვიცი სკოლის დონეზე ალბათ ერთგვარი ის უნდა იყოს მოსამზადებელი გაკვეთილი ჰაგიოგრაფიისთვის. მაგრამ უნივერსიტეტში ჩვენ გავიარეთ ძველი ანტიკური ასე ვთქვათ ლიტერატურის ისტორია, გვიკითხავდნენ სხვადასხვა ტექსტებს, მაგალითად იქ ანტიკური ესე იგი ხელოვნების ესთეტიკურ პრინციპებზე იყო მსჯელობა და შემდეგ ასევე მსჯელობდით უკვე სხვა მიმართულებით ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისა თუ ვთქვათ რა ესთეტიკურ პრინციპებზე იყო დაყრდნობილი ჰაგიოგრაფია. მაგრამ ამ ორს არ აკავშირებდნენ ერთმანეთთან და დღესაც არ აკავშირებენ ხოლმე, რაც ძალიან აკლებს. არა და ყველაზე კარგად ადამიანი იმეცნებს მაშინ, როდესაც აქვს რაღაცა საგანი და მეორე საგანს მას უდარებს და მხოლოდ იმაზე რომ იმსჯელოს, მაგალითად გარეგნულად რითი ემსგავსება და რითი სხვაობს, უკვე ანალიზის ძალიან კარგ საშუალებას იძლევა და თვითონ აღმოაჩენს ხოლმე ძალიან ბევრ ნიშნულს ამ ორ საგანს შორის, ამ შემთხვევაში ნაწარმოებებს შორის, ხო? და კიდევ გავიდა ხანი და ხელში ჩამივარდა ედუარდ შიურე, ასეთი ფრანგი მეცნიერი გახლავთ მე-19 საუკუნისა, რომელსაც აქვს შესანიშნავი წიგნი სახელწოდებით დიადი ხელდასხმულები მზია გელაშვილის თარგმანით, კავკასიური სახლის გამოცემით და მანამდე თუ მე მეგონა რომ ყველა ცივილიზაცია იყო ცალკე რაღაცა იზოლირებულად, თურმე ეგრე არ ყოფილა, განსაკუთრებით აღმაფრთოვანა მაგალითად ანტიკური ძველი ბერძნულისა და ესე იგი ეგვიპტური ესე იგი მეცნიერებების ქურუმების სიბრძნეთა, ასე ვთქვათ, ურთიერთდაკავშირებულობა იმდენად, რამდენადაც ძველი ბერძენი ფილოსოფოსები ჩადიოდნენ ეგვიპტეში და იქ განისწავლებოდნენ, მაგალითად პითაგორას თუ არ ვცდები 25 წელი უსწავლია ეგვიპტეში. და ეგვიპტე იყო ერთი ისეთი სამყარო, რომლითაც ძველი ბერძნები სულ აღფრთოვანდებოდნენ ხოლმე და იყვნენ აღფრთოვანებულები, ისევე როგორც ჩვენ დღეს ვართ აღფრთოვანებულები ძველი ბერძნული სამყაროთი, ხო? ზოგჯერ ამბობენ, რომ ესე იგი დემოკრატია გამოიგონეს ეგვიპტელმა ქურუმებმა, მაგრამ არ მოეწონათ და აჩუქეს ბერძნებს, ხო? აი ძალიან საინტერესო რაღაცებია. მე მონოთეიზმის პირველი
ასე ვთქვათ, ხატიც სწორედ ეგვიპტეში ჩამოიქნა ეხნათონის სახით, რომელმაც თქვა, რომ არსებობს ერთადერთი ღმერთი, სხვა დანარჩენი არის ტყუილი, ეს არის ათონი და სახელი შეიცვალა და ათონის მონა, ანუ ეხნათონი დაირქვა, თუმცა მის გარდაცვალების შემდეგ ამოშანთეს მისი ეს სწავლება, მაგრამ როგორც კარლ იუნგი ამბობს, მე ებრაელებმა წამოიღესო აქეთო. მოკლედ, თავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გონია ყველაფერი აღმოცენდება ხოლმე რაღაცა ისე გაუთვალისწინებლად თავისი წინამორბედისა. არა და ასე არ არის. თუ დავაკვირდებით ჩვენ ფილოსოფიურ სისტემებს, თუ დავაკვირდებით თუნდაც რელიგიას, რელიგიების ისტორიას, ჩამოყალიბებას განსაკუთრებით, ყველა ეს, ესე იგი, ვითარდებოდა და ფორმირდებოდა ორი პრინციპით. პირველი გახალდათ ის, რომ იგი ებრძოდა თავის წინამორბედს, ეტოქებოდა მას, რომ მე შენ უკვე მოძველებული ხარ და მე მომაქვს, ესე იგი, ახალი რაღაცა სიბრძნე, ახალი სტუდია, ასე ვთქვათ, და მე მეორეც რაც არ უნდა შებრძოლებოდა და წინააღმდგომოდა ამ ესე იგი ძველს აუცილებლად ისთვალისწინებდა მას რაღაცნაირად. აი შეუძლებელი იყო, რატომ? იმიტომ რომ ჯერ საკუთარი ასე ვთქვათ სახე არ გამოეძერწა და ამ შემთხვევაში იშველიებდა ხოლმე ძველ რაღაცებს. აი ასეთი გახლავთ ესე იგი ქრისტიანობასთან და ჰაგიოგრაფიასთან მიმართებაში, მოგზანდით? მადლობა. ესე იგი ძველი ანტიკური სამყარო. ახლა ანტიკური სამყარო რა ხდება, ხო? ამას აქვს სასწაულებრივი რაღაცა ფილოსოფია, ათენის დემოკრატია, ისეთი არის ბრწყინვალე, არიან დრამატურგები, თეატრი ძალიან ისეთია, თან არა მხოლოდ ელიტებისთვის, არამედ პლებეებიც ესწრებიან ამ თეატრს და დიდი კულტურული ძვრებია, რა თქმა უნდა, მხატვრობა, მოქანდაკეობა, ლიტერატურა ვახსენეთ და გაფურჩქვნის ხანაშია ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ეს ფილოსოფია ვთქვათ ეგვიპტესთან და ეგვიპტელთან მიმართებაში და იმის განვითარებაც არის გარკვეული თვალსაზრისით ან ეტოქება მას და აქვს მას თავისი ასე ვთქვათ ერთგვარი პრინციპები, შეხედულებები ხელოვნებაზე, როგორი უნდა იყოს ეს ხელოვნება, ხო? პირველი ყველაზე გავრცელებული რამ გახლავთ ის, რომ ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ან თუ გნებავთ ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, ასე ამბობდნენ, ხო? ამიტომაც ეს აზრი სულ ყველა აი მსჭვალავდა ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს. მაგალითად, არ შეიძლებოდა გენიალურ, როგორც ამბობენ, ესე იგი ბერძენ მხატვარ ფიდიას დაეხატა უშნო ადამიანი. ხო? რატომ? იმიტომ რომ ის ამბობდა, აი ვის მოუნდება რომ შემოგხედოს. შენ ხომ არ ახარ ასე ვთქვათ იდეალურად კეთილშობილი ნაკვთების მატარებელი, ხო? პროპორციები შეიძლება დღევანდელობისგან განსხვავდება. დღესაც მგონი შეიცვალა, ხო? რაღაცა ისეთი სილამაზის სტანდარტები არსებობს მოდელებისთვის ზომებთან დაკავშირებით. მაშინ სხვა სტანდარტები იყო, თუმცა თუ შევხედავთ ძველ ბერძნულ ქანდაკებებს, ქალებთან მიმართებაში და ასე შემდეგ, მაინც არ არიან უშნონი, ხო? თუმცა დღევანდელი პროპორციებიდან, რა თქმა უნდა, ის არ არის ისეთი და დღევანდელი ჩვენი თქვა სილამაზის სტანდარტები მათთვის არ იქნებოდა კარგი და მისაღები, ხო? ანუ თითოეული ეს სტანდარტი უნდა განვიხილოთ თავის ეპოქასთან მიმართებაში. დიახ, ამ ფიდიასი ამბობდა, რომ მე ვერ დაგხატავ შენ უკაცრავად, იმიტომ რომ შენ არ ახარ მისაბაძი, ანუ მე უნდა დავხატო, ესე იგი, იდეალი ადამიანისა, აი რომელსაც ესე იგი შეხედავენ და იტყვიან, ხო, აი ეს არის ნიმუში, ეს არის პარადიგმა, ხო? ასევე არის ქანდაკებებთან მიმართებაში. ვერც ერთ უშნო ქანდაკებას ვერ ნახავთ. არის გამოძერწილი მთლიანად და ნუ საოცრება ესე იგი ძველი ბერძნული ქანდაკებები მოიხსენებათ, ძარღვებიც კი არის დაჩრეული, არათუ კუნთები, ხო? მგონია რომ აი ახლა მოწყდება ადგილს და რაღაცას მოიმოქმედებს, ხო? და სწორედ ეს მნიშვნელობა აქვს ამაზე, გაბატონებულია ეს აზრი. ასევე მოეთხოვება ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც, მაგალითად თქვენ ერთადერთი თუ ვინმე გამოერევა ლიტერატურულ ნაწარმოებებში უშნო ტიპაჟი როგორც ასეთი, ის აუცილებლად იქნება ბოროტი, ან სულელი, ან ბრიყვი, ან რაღაც ამდაგვარი, ხო? ილიადაში მაგალითად როდესაც არის ბჭობა იმაზე, რომ ესე იგი ეს პანდემია დაემართათ, მოგეხსენებათ, აპოლონმა დასაჯა და ისრები ესროლა ბერძნულ ჯარს, წყდებიან, ორაკულებს მიმართეს, რა ხდებაო,
იმა თქვა რომ აი ისო ამ აგამემნონმა ჩემო ბატონო იმ ქურუმს რო წაგვარაო ძალითო თავისი ესე იგი ქალიშვილი და მე ის მოვიდა ამ ძღვენით და უნდა გამოეხსნა და ამან რომ ლანძღა და ესე იგი გააგდო იმ კაცმა დაწყევლაო და აგერ ეხლა ჩვენზე შურს ბჭყალებში ძიობს აპოლონიო ხო და იქ ერთი ბოდის ვიხდი მაგრამ ასე უნდა ავწერო როგორც არის იქ კუზიანი კაცია ბერძნების ჯარში რომელიც აკრიტიკებს ცოტა უკმეხად და მკვეთრად აგამემნონს რომ აი შენი ბრალია რომ ჩვენი თანამებრძოლები კვდებიან რომ ასე იმიტომ რომ შენ პიროვნებაზე ეგოზე ვერ ამაღლდი ვნებებზე ვერ ამაღლდი აგერ წევლის ობიექტნი შევიქენით და ჯარი გვიკვდება და ამ დღეში ვართ ხო ოდისევსი მას ზურგში ჩასცემს კვერცხს და იქ ამბობს რომ შენი სიტყვაც და აზრებით ისესივე მახინჯია როგორც შენ გარეგნულად ხარ ხო ან თუნდაც თამასის სპარტელი ალბათ ნანახი გექნებათ იქ ერთი სპარტელი ასევე გონჯი შესახედაობით მიდის ლეონიდასთან და ამბობს რომ მამაჩემიც იყო სპარტელი მე ახლა ასეთი დავიბადე გასაგებია ამიტომ ეს ჩემი შუბი მამისეული ეს ფარი მამისეული და მინდა რომ თქვენთან ერთად შევებრძოლო ესე იგი მომხდურებს ხო სპარსელებს და იქ ლეონიდასი პირდაპირ ეგრე არ ამბობს, ოღონდ სხვანაირად ამბობს, რომ ჩვენი ეს ფალანგა ჯაჭვი ძალიან მტკიცე უნდა იყოს, თუ ერთი რგოლი იქნება სუსტი, ის მოირღვევა დომინოს ეფექტით. ამიტომ მე შენ ვერ აგიყვან, ვერ დაგაყენებ ფლანგზე, ოღონდ შენ თუ შეგიძლია დახმარება გაგვიწიო, აი დაჭრილებს მოუარე და განარიდე და წყალი ასვი და ასე შემდეგ, ხო? და ეს კაცი მაინც ბოროტდება და მიდის და ამ ქსერქსესთან რომ და ქსერქსე პირდება რომ ახალ სხეულს მოგცემო და ნახეთ სხეულის ანუ მომენტი და უღალატებს ესე იგი თავის თანამემამულეთ აჩვენებს რა შემოვლით გზებს ასე ვთქვათ მათ. ახლა აქ რა ხდება, რა თქმა უნდა ეს თანამედროვედ გააზრებულია სამასის სპარტელის ამბავი, მაგრამ რატომ ბოროტდება ეს კაცი? ლეონიდას ხომ ცუდი არაფერი არ უთქვამს, ხო? პირდაპირ უთხრა, რომ კი, შენ სპარტელი ხარ, ჩვენიანი ხარ, ოღონდ ასე დაგვეხმარე და არა ისე. და შეურაცხყოფა ხო არ მიუყენებია, რომ გაბოროტებულიყო, ხო? მაგრამ მთავარი აზრი არის ის, რომ ვინაიდან მისი სხეული არ არის პროპორციული და ასე შემდეგ, მას არ შეუძლია კონდეს ლამაზის სულიც, ლამაზის სხეულის უქონელს. და ამიტომაც მისგან ეს სრულიად ლოგიკურია ასეთი ღალატი. დიახ, ესე იგი, აი ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ და მთელი სისტემა აქვს, რომ საერთოდ სპარტაში მოგეხსენებათ, ვინც რაღაცა სხეულებრივი წუნით დაიბადებოდა და ასე შემდეგ, იმ ჩვილებს ყრიდნენ. იმიტომ რომ ის მებრძოლად არ გამოდგებოდა როგორც ასეთი. და მთელი პლეიადა, იმისი თაობები, მთელი ლიტერატურა, მთელი კონტექსტი აღქმა არის ეს, რომ ანტიკური ანუ გმირი იდეალურია ჯერ სხეულებრივად მისი გარეგანი ფორმით და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ესე იგი ზემოქმედებს სულზეც. ახლა რატო ხდება? იმიტომ რომ ღმერთებიც თვითონ სხეულებრივად თუნდაც, მაგრამ ჰაეროვნებად არის გამოხატული და ისინი ადამიანების მსგავსნი არიან. ანუ მათი იდეალი ხატი ხო არის ზევსი, რომელიც ძალიან ლამაზია, ათენა, მარსი, თქვენ ხართ ჩემი ბატონი აპოლონი საერთოდ ხომ, სხვა დონეა, ასე ვთქვათ, სილამაზის ამბავში, ყავთ სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ადამიანებიც ანუ მოკვდავები ებაძებიან მათ. ახლა კიდევ რა ხდება, ვთქვათ, ღვთაებრივთან კონტაქტის ამბები როგორ არის, ხო? ხო, კიდევ მეორე თემა არის წარმმართველი ამ ძველ ბერძნულ აზროვნებაში ერთ-ერთი, რომ ყველაფერი არის ღმერთი. ხო, აბსოლუტურად ყველაფერი, აი ხეც ღმერთია, იმიტომ რომ სული აქვს მას, მდინარეც ღმერთია, ზღვაც ღმერთია, ქვაც ღმერთია. ხომ, აბსოლუტურად ყველაფერი ღმერთია. და ღმერთია აბსტრაქტული რაღაცეებიც. ღმერთია სიძულვილი. სიძულვილს ყავს თავისი ქალღმერთი, ხო, რომელმაც გამოიწვია ტროას ომი. ერთგვარი, ხო, იმიტომ რომ ცოტა შორს წავიღოს, მაგრამ ვიტყვით ნადიმობდნენ და ესე იგი ამ სიძულვილის ქალღმერთი არ ყავდათ მოწვეული. ნუ გასაგებია რატომ, იმიტომ რომ სიძულვილს დათესდა. და შემოვიდა მეჯლისის ბოლოს
და თქვა რომ თქვენ ბოროტუნებო თქვენო მე რომ მიუკადრისეთ და რომ არ დამპატიჟეთ აგერ მე უსაჩუქროთ არ მოსულვარ მაინც და ოქროს ვაშლი გააგორა იმაზე მაგიდაზე და თქვა რომ ყველაზე ლამას და ამაზე დაეტაკა ათენა ესე იგი ჰერა და აფროდიტე და მივარდნენ ზევსს და ზევსს ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ნაწუნები ამათი კინკლაობის რაღაცა გვერდითი შედეგები, იმიტომ რომ სადღაც 1000 წელი მერე ებუტებოდნენ და მიდი ახლა გული მოუგე ამათ ძალიან შარში იყო. ამიტომაც ზევსმა თქვა რომ მე არა ვარ ამის გამსჭელი, ჩადით ვინმე მოკვდავი ნახეთ და იმან ვისაც დაასახელებს ის იქნება ყველაზე ლამაზი. ჩამოვიდნენ ამ დროს ეს პარისი ქვია, პარისი ქვია ალექსანდროს და ამას უთხრეს და ამან თქვა, ну ეხლა სიყვარულის ქალღმერთი უნდა ყოფილიყო ჩემის აზრითაც ლამაზი მისცა და გადაიმტერა ეს ორი ქალღმერთი, ამან წაიყვანა იქ, ელენე გამოაყოლა და მე ატყდა რაც ატყდა, ხო, დედი უბედურება. ხო, აი ესე იგი, ამ თვალსაზრისით როგორც თქვით, რომ სიყვარულსაც ყავს თავისი ამ შემთხვევაში ქალღმერთი, ხო, ბერძნები ამბობდნენ, რომ სიყვარული ღმერთია. ესეც კარგად დავიმახსოვროთ, ხო? პირველი, ასე ვთქვათ, ერთი ლაიტმოტივი არის ის, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, თუ გნებავთ ლამაზ სხეულში ლამაზი სულია. მეორე არის ის, რომ სიყვარული ესე იგი ღმერთია, სიძულვილი ღმერთია. ყველაფერი აბსოლუტურად რასაც ვეხებით, აქვს სული და გასულიერებულია და თავად თვითონ წარმოადგენს ღმერთებს. აი ნიმფები ხო, რაღაცა დაბალი კატეგორიის ღმერთები იყვნენ, მაგრამ ღმერთები არიან. მერე იქ გადაიქცევა ფერიებად, მაგალითად შუა საუკუნეებრივ ევროპულ ცნობიერებაში და ასე შემდეგ და არა მხოლოდ. დიახ. ახლა გადავიდეთ ქრისტიანობის ამბავზე, ხო? ძველი ბერძნული სამყარო დაიპყრო ძველმა რომაულმა სამყარომ, შეითვისა იქიდან ბევრი რამეები, ღმერთებს სახელები გადაარქვა, მაგრამ შინაარსი იგივე აქვს, ცოტა მიუმატა, ცოტა მოუკლო, ხანდაგებები და პრინციპები აიღო, შეყვარებულები იყვნენ ძველ ბერძნულ ფილოსოფიაზე და როდიდან ხდება ეს ამბავი, როდესაც იპყრობენ საბერძნეთს. ეს საბერძნეთი რომ დაიპყრეს, იქ წამოიყვანეს იქიდან ბევრი ფილოსოფოსი, მონად, სხვათა შორის მერე დაელაპარაკდნენ და მიხვდნენ რომ ესენი ძალიან მწოდნი ხალხი იყო და ეს მონობის სტატუსით, თუმცა არ გაუთავისუფლებია თავიანთ შვილებს დაუყენეს მენტორებად. და იმათ დაიწყეს რომაული არისტოკრატიის ნაშობთა, ასე ვთქვათ, აღზრდა, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა კატონ უფროსი და ამბობდა რომ ძველი ბერძნული იმით ჩვენ ვირყვნებით და ბერძნული ენა იყო უპირატესი ლათინურზე რომში. ანუ თუ გინდოდა თავი ცოდნეთ და კულტურულ და ცივილიზებულ, აი ეს სიტყვაც დავიმახსოვროთ, ესე იგი ადამიანად წარმოგეჩინა, შენ უნდა შეგძლებოდა ძველ ბერძნულად კითხვაც, წერაც, მეტყველებაც და ორატორული ხელოვნებაც უნდა ხელგეწიფებოდა. ასეთი იყო ბატონი ციცერონი, კიკერო, სხვანაირი გამოთქმით და როდესაც ჩავიდა ის უკვე დაპყრობილ ათენში მოგვიანებით, რა თქმა უნდა, და ბერძნულად, ესე იგი ჯერ რომაულად ის სიტყვა, ორატორული რაღაც გამოვიდა სიტყვით და შემდეგ ბერძნულადაც რომ გაიმეორა მთელი ამ პრინციპების დაცვით, ყველამ ტაში დაუკრა ერთი მოხუცი, მისი სახელი აღარ მახსოვს, ფილოსოფოსის გარდა და ეს ეწყინა ემცხეთა ჩვენს ციცერონს, რომ შენ რატო არ მაღიარებო და იმან თქვა ერთადერთი ორატორული ხელოვნება იყო, რომელიც რომაელებისაგან არ იყო დაპყრობილი, ეგეც ნახე რომ შენ ეგეც უკვე გამოგვაცალე ხელიდანო, ანუ ამით ამბობს რომ ესე იგი ყველაფერი ეს რომმა წაიღო, როგორც ასეთი. და რომაული ცივილიზაციის კულტურის მწვერვალი არის ოქტავიანუსის პერიოდი, შემდეგ მისი სიკვდილის შემდეგ ტიბერიუსი მოდის და ამ პერიოდში იბადება იშობა ქრისტე, გადის 33 წელი, 30 წელი და იწყებს ეს ქადაგებას და მთელი მისი, ასე ვთქვათ, ამოსავალი ამ შემთხვევაში არის ძველი აღთქმა, ხო? ჩვენ რა ვთქვით, რომ ნებისმიერი რელიგია, რომელიც მოდის ახალი, ის რაღაცა ამ წინააღმდეგობაში შედის, კონტრასტში შედის ძველთან და მის რეფორმირებას ახდენს, ხო? თავიდან ქრისტე რას ამბობს, რომ მე არაფერს არ ვიძახი ახალს, მე უბრალოდ განმარტავ ძველ აღთქმას, რომ ეს ყველაფერი რაც არის, უკვე დრო მოჭმულია, ჩვენ ახალი, ასე ვთქვათ, მიდგომები უნდა წარმოვშვათ,
რომ თქვენ მამაჩემის სახლი გადააქციეთ სავაჭრო იმად, გამოაგდებს ვაჭრებს იქიდან და გარკვეული ხან რბილი, ხან ხისტი პოზიციები აქვს რაღაცებთან დაკავშირებით და პირველი ებრაელებმა, როდესაც იუდეველებმა გაიგეს მის შესახებ და ამბობს კაცი რომ მესია ვარო, მივიდნენ და როცა მოусმინეს და თქვა რომ ესე იგი მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა, იქ ძალიან დიდი ფრუსტრაცია განიცადეს, იმიტომ რომ იუდეველებში მესია უნდა ყოფილიყო, ვინც მათ ესე იგი სახელმწიფოს გაათავისუფლებდა, სამშობლოს გაათავისუფლებდა რომელთა მკვლელობისაგან და ამ კაცმა თქვა რომ იყუარებოდეთ ურთიერთას, ხო? პეტრიცისენის რო თქვა, ანუ ერთმანეთი გიყვარდეთ და როცა გაგაწნავენ მეორეც მიუშვირე და რაღაცა მათ თქვეს ასე ჩვენ საერთოდ წარვიხოცებითო და არ გამოვავა, არ მიიღეს, ხო? და შემდეგ დგება მოციქულების ხანა, განსაკუთრებით პავლე მოციქულის პერიოდში, პავლე მოციქული რაღაცებს ცვლის ისეთ რაღაცებზე უпроსტოდ ახდენს აქცენტებს, რომელიც მისაღები იქნება და მისაღებს გახდის ქრისტიანულ მოძღვრებას განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, რომაელებისთვის და ბერძნებისთვის, ხო? ვთქვათ, ღორის ჭამის ნების დაშვება, ვთქვათ, რომ უწმინდური ცხოველი არ არსებობსო, მერე წინდაცვეთის მაგალითად აკრძალვის თემა. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ უფრო ადვილად იყოს გავრცელებადი, ასე ფიგურალურად ვიტყვი, ეს რელიგია, იმიტომ რომ გარკვეული რაღაცები, რომელიც მაგალითად მოყვება ქრისტიანობას იუდაიზმისაგან, მას ქმნის, ასე ვთქვათ, ტოვებს ერთგვარ იზოლაციაში, არ აძლევს საშუალებას, რომ გაფართოვდეს, ხო? და მოკლედ აი ამას აფართოებს და მერე ელვის უსწრაფესად, ესე იგი, ვრცელდება ქრისტიანობა. ახლა გამოხდება პირველი, მეორე, მესამე საუკუნე უკვე ბიზანტიის ხანა და სახელმწიფო რელიგიად ესე იგი კეისარ კონსტანტინეს მიერ გამოცხადდება ქრისტიანობა და უკვე კატაკომბებიდან გამოდის ეს სწავლებები და ახლა ამას სჭირდება სტრუქტურული სასწავლებელი, სადაც ესე იგი დავიწყებთ სწავლას. მაგრამ ქრისტიანებს არ აქვთ გარდა სახარებისა, გარდა ლოცვებისა არაფერი ჯერ. ხომ გარკვეული და კიდევ ყვებიან წამებებზე, ოღონდ ეს ჯერ გადმოცემა და შემდეგ იწყება ამ ყველაფრის აღწერა, ანუ ჰაგიოს გრაფოს, ესე იგი, ნაწერი წმინდანთა შესახებ. და ეს წმინდანები პირველ პერიოდში სულ არიან მოწამეენი, იმიტომ რომ ქრისტიანი იშვიათად კვდება და მიიცვალება ბუნებრივი სიკვდილით, რამე თუ ეს არის დევნილი რელიგია და სულ აწამებენ და ეს ხალხი მიდის შეგნებულად ამაზე, უხარია და შემდეგ თავიდან მერე როდესაც შემოაკლდებათ ჰაგიოგრაფებს უკვე წამებები რომ აღარ არის, ამას შენიშნავს სხვათაშორის მერე ივანე ოქროპირიც, ხო? მერე გადმოდებენ სასამართლო, ესე იგი, ოქმებს რომის სასამართლოდან, ამ კიმენური ტექსტები ქვია და ამ იურიდიული ტექსტებიდან დაიწყებენ იმ დასჯილი ადამიანის, გასამართლებული ადამიანის შესახებ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების შექმნას. ამას ქვია კიმენური ტექსტები, ეგ შემდეგ იქნება უკვე მოგვიანო ხანაში. დიახ. ესე იგი, თავიდან აი ბასილი დიდის პერიოდში, გრიგოლ ნაზიანზელის პერიოდში, როდესაც უკვე ძალიან დიდი ჯახია ანტიკურ ფილოსოფიასა და უკვე ქრისტიანულ აზრს შორის, იმ პერიოდის ფილოსოფოსები, წარმართები, ასე ქრისტიანული გადასახედიდან, ესე იგი, დასცინიან ქრისტიანებს, რომ ისეთი ღარიბები არიან, მარტო ერთადერთი ღმერთი გააჩნიათო და კიდევ ეს ბასილი, რომელიც ლიბანიოსის მოწაფეა, ანუ განისწავლება ძველ ბერძნულ ანტიკურ ფილოსოფიაში და დიდ იმედებს ამყარებს ლიბანიოსი ამაზე, მაგრამ ბასილი ქრისტიანდება და ლიბანიოსი არის გამწარებული ქრისტიანებზე, რომ საუკეთესო მოსწავლე წაართვეს მას, ხო? და ეს არის პერიოდი, როდესაც ახლა არის მსჯელობა იმაზე, ჯერ თანაცხოვრობენ, ხო, ერთმანეთს, მაგრამ წარმართებიც არიან, ქრისტიანებიც არიან, სანამ მთლიანად მერე ვთქვათ ანტიკური რელიგიური წარმოდგენები მთლად უკან არ დაიხევს, ანუ ყველა არ გაქრისტიანდება. ამ პერიოდში ბასილი დიდი უკვე წერს მიმართვებს, რომ ანტიკურ ძველ ლიტერატურაში არის სულისთვის სასარგებლო რაღაცეებიც. მაგალითად, ჰომეროსზე წერს, რომ ესე იგი მან არის რაღაც სიქველეები, სიკეთეები და ჩვენ ის ესე იგი უნდა გამოვიყენოთ.
ხომ, ამას სჭირდებოდა თქვა გრამატიკის სასწავლად, ისტორიის სასწავლად, მთელი თემები, ანუ განათლება ქრისტიანული ეფუძნებოდა სანამ შუა საუკუნეებში მოგვიანებით უკვე უარს არ იტყოდა მთლიანად მასზე, სანახევროდ არის ანტიკური, ოღონდ ამოღებული რაღაცეების შეცვლილი, გადამუშავებული, რომ თქვა, სადაც ღმერთებზეა საუბარი, ღმერთები არ იყოს კონკრეტულად მაგალითად ან სამება, ან ქრისტეზე იყოს მინიშნება და საუბარი, ხო? და მე ახლა რა ხდება? გასაგებია ეს ჩვენ ეკლესიაში წირვა ლოცვის საქმე დავაყენეთ კარგად, ვთარგმნეთ ფსალმუნებს ვგალობდით პირველ პერიოდში, შემდეგ შევქმნით ჰიმნოგრაფიაც, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საკითხავი. ხომ? ეხლა საკითხავი გარდა ამისა ჩვენ უკვე ფრესკაც გვჭირდება ჩვენ, ესე იგი გამოსახვა, მხატვრობა გვჭირდება და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, ხომ? პირველი ანტიკური სამყარო ამბობს, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, მაგრამ ქრისტე ამბობს, რომ უკვდავი არის მხოლოდ სული და არ შეიძლება სულის სიმშვენიერე და სილამაზე დამოკიდებული იყოს ისეთ წარმავალ ხრწნად, მილევად რაღაცაზე, რომელსაც ქვია ხორცი, იმიტომ რომ ეს ხორცი მარადიული არ არის. ხორცის საპირწონეთ სულია მარადიული. ახლა მე როგორ უნდა გამოვსახო ეს სული? ხო საინტერესოა, აი ახლა დადგნენ და ფიქრობენ ამაზე. სული როგორ უნდა გამოვსახო, რომ მასზე აღბეჭდილი იყოს მაგალითად ქრისტე, აი შევხედე და ქრისტე დავინახო, ან რომელიმე მოწამის და წმინდანის სულიერი სიმშვენე მინდა გამოვხატო, ხომ? მარტო ნისლს თუ დავხატავ არ არის, ხო? ისეთი ვერ გადმოსცემს, ხო? მაშინ თავზე უნდა წავაწერო, რომ ეს ის არის. ამიტომაც ქნეს ასე, რომ დააკვირდნენ ადამიანს, რომელიც არის მაღალსულიერებით აღბეჭდილი, მარხვით, ასკეზით, ყველაფრით, როგორ გამოიყურება, ხო? ჩაცვენილი თვალები, რაღაც ყრიმალებ ამოსხმული, ცოტა დაღალული სახით, დიდი თვალები განიერდება, ხო? ისეთი რაღაცნაირად და დიდი თვალები სხვათა შორის ზოგადად ანტიკურ იმაშიც ჰერას გამოსახავდნენ და ასეთი იყო ხარის თვალება ჰერა. დიდი თვალები ქონდა ესეთი და ეს ნიშნავდა რომ ბევრს ხედავს, ბრძენია და ასე შემდეგ. ქრისტიანობაში ზუსტად ეგ მოდის. მაღალი, ანუ ჩამოყალიბდა ასე რომ თვალი სულის სარკეა. ესე იგი, ყველაზე დიდი სულიერება გამოსწვევის ადამიანს თვალთაგან. ამიტომაც სულ ქრისტეს ფრესკებსაც თუ შეხედავთ, ესე იგი დიდი თვალები აქვს, მაგრამ არამც და არამც მაგალითად არ არის არ მიეჯაჭვება ჩვენი თვალი მის ხორციელ სილამაზეს, ხომ? ესე იგი ნეკნები უჩანს, გაძვალტყავებულია ყველანაირად, ან თუ სხვა წმინდანები არიან შემოსილნი არიან, არ უშჩანთ ხორცი თუ წამების სცენა არ არის მათი და ასე შემდეგ და ეს რატო კეთდება, რომ წინ ესე იგი მე ის კი არ უნდა შევაფასო მისი სხეულებრივი სილამაზე, არამედ მე უნდა ჩავფიქრდე მის სულიერ ამაღლებულობაზე და აი ეს ესთეტიკა მკვიდრდება ქრისტიანობაში, რომ სხეული ცდუნება, საცდუნებელთა წყაროა, სხეული არის ჩვენი მტერი, ჩვენი სულისთვის, იმიტომ რომ მასში არის დავანებული ვნებები, ინსტინქტები და ჩვენ ის უნდა დავთრგუნოთ. დართგუნვის შემთხვევაში, აი დათრგუნვის მაგალითები, აგერ ფრესკები ჩემო ბატონო და იქ ანტიკურობისაგან განსხვავებით, სადაც როგორც ვთქვი, რომ კუნთი, პროპორციები, ყველაფერი დაცულია და ძალიან ისეთი ათლეტურები არიან, ესე იგი, იმაში, რა ქვია, ქრისტიანულ ფრესკებზე ასეც ვერ დაინახავთ, ხო? დიახ. შემდეგ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვჭირდება საკითხავი, ხო? ანტიკურის გმირი არის ვინ? ვნახოთ. იდეალური გმირები არიან ძირითადად ღმერთებთან წილნაყრები, ანუ ან დედა ყავთ ღმერთი, ქალღმერთი, ან მამა ყავთ ღმერთი. მაგალითად, ძალიან მუსუსი ღმერთია ზევსი მოგესხსენებათ, საერთოდ კაცობრიობის მამაა, ყველაფერი მისგან იწყება და ვინც კი მოსწონს, ჩამოდის ევროპა მაგალითად მოიტაცა, ესე იგი, ხარად გადაქცეულმა, მერე ევროპის ძმამ დაიწყო, ესე იგი, მისი ძიება და ბოლოს ქალაქი თებე დააარსა, ხომ? და ყველაფერი იწყება, ესე იგი, ზევსით და მაგალითად აქილევსის დედა თეტი და, ესე იგი, ქალღმერთია, ისეთი ქალღმერთი იყო მას, ესე იგი, აპოლონსა და იმას ჰქონდათ პრეტენზია, რა ქვია, ზევსს, ბოლოს აპოლონმა თქვა, რომ ჩვენ თუ შევირთეთ, ისეთი შვილი ეყოლება ამას, რომ დაგვამხობს, ამიტომაც
ესე იგი გააყოლეს ერთ მეფეს, ხო, პელევს. დიახ და იქიდან ეყოლა ეს აქილევსი და მოკლედ აქილევს არაფერი არ ეკარება, ერთადერთი ქუსლიღა დარჩა, იმიტომ რომ სუსტი. ეგეც უნდა გქონოდა, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან იდეალური გამოდის, ხო? ჰერაკლი ავიღოთ, ხო? ჰერაკლის შემთხვევაშიც მამა ყავს ზევსი, ჰერას ძალიან უნდა რომ მოკლას, მიავლენს გველებს რაღაცას, მაგრამ ჩვილი ბავშვი ამ გველებს დაახრჩობს და ბავშვობიდანვე ესე იავლენენ ძალიან დიდ უზარ-მაზარ ფიზიკურ სიძლიერეს. გნებავთ აქილევსი, გნებავთ მაგალითად ჰერაკლე, გნებავთ სხვა გმირები, ხო, მაგალითად ენეასის დედა აფროდიტეა და ენეასი იქცევა, შემდეგ გაიქცევა ასე ვთქვათ ტროადან იტალიაში და დაარსებს რომს. ანუ რომაელები ფიქრობენ, რომ ისინი ტროელების შთამომავლები არიან. ეს ძალიან საინტერესო რამ ფაქტია. ხო, ახლა ქრისტიანობასაც სჭირდება ასე. მაგრამ ქრისტიანობა ამბობს, რომ მე ფალავნები და მოისრები და ისინი კი არ არიან ჩემთვის იდეალური გმირები, არამედ ადამიანები, რომლებიც იღწვიან და იბრძვიან სულიერი თვალსაზრისით ქრისტესთვის და ეწამებიან, რა თქმა უნდა, ხო? და ხაზგასმით ამბობს, რომ ანტიკური ძველი ლიტერატურა ეს არის შეთხზული, ზღაპრული, გამონაგონი. მე ამაზე უარს ვიტყვი, საერთოდ მთლიანად უარს ვამბობ და მე ავიღებ, ესე იგი, რეალურ ისტორიებზე დავწერ, აი რეალურ გმირებზე. მე მეწოდინება მისი დედისა და მამის სახელი, თუ როგორ იქცეოდა ბავშვობაში, როგორ გამტკიცდა რწმენაში, როგორ აღმოაჩინა ქრისტე, შემდეგ როგორ აღარ შეეშინდა სიკვდილის პირიქით, როგორ მიესწრაფა ამ სიკვდილს ამ ყველაფერს. აი ეს იქნება ჩემთვის, რომ ჩემი მრევლმა სწორედ აიღოს მათგან ეს საღვთო შური. ეს საღვთო შური ძალიან საინტერესო თემაა. არისტოტელე საერთოდ ამბობს, რომ ხელოვნება წარმოიშობა რითი, ხო? საერთოდ ესე იგი მიბაძვის თემით. ადამიანი ბაძავს ხოლმე რაღაცას და ესე იგი როცა კარგად ბაძავს, მაშინ ესე იგი უხარია ეს ყველაფერი. ჰაგიოგრაფიის შემთხვევაშიც აქ არის მაგალითად როგორ უნდა მივებაძო მე იმას, ხო, წმინდანს. ესე იგი საღვთო შური უნდა ავიღო. შური ცუდი რამეა. მაგრამ საღვთო შური კარგია, იმიტომ რომ მე ვიტყვი რომ აი მეც მასავით ვიქნები ასე ვთქვათ ღვთისადმი რწმენის ამბავში და ასეთი თავშეწირული პიროვნებების ადამიანების მოწამეობა და ცხოვრება აღიწერება. აღიწერება და იწყებს ესე იგი მკითხველი მათ ცხოვრების გაცნობას და გულში ამბობს რომ აი ჩემი იდეალი, არა ჰერაკლე, არა აქილევსი, არა სხვა, არამედ ეს არის ჩემი წმინდა მაკრინე, მაგალითად ქალი, რომელიც არ შეუშინდა ლომ ვეფხვებს, დაგლიჯეს ლომ ვეფხვებმა, მაგრამ ბოლომდე მაგალითად დარჩა ქრისტეს რწმენის ეხლა ზოგადად მომყავს, ხო, ასეთი ესე იგი მაგალითები. და კონკრეტულად და ამით ზრდიან ბავშვებს, ეს არის სასწავლებლებში, ასე ვთქვათ, მონასტრებში, ესე იგი სასწავლო საკითხი, კითხულობენ ამას, მერე უძღვნიან ჰიმნებს, მისი სახსენების დღე არის და ყველაფერი ამას ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, წარმოსახებენ და აც უკვე შემდეგ ხდება ანტიკურობისაგან დაშორება შუა საუკუნეებში, შუა საუკუნეების ქრისტიანული აზროვნებისა, იმიტომ რომ თქვენს უკვე ჩვენი მოძღვრება, ესთეტიკური პრინციპები, გამომსახველობითი პრინციპები, სააზროვნო პრინციპები უკვე ესე იგი ჩამოყალიბებული გვაქვს. აღარ გვჭირდება არც ჰომეროსი, არც ის დასცინია მას და ასე შემდეგ, ხო? აღარ არის. მაგრამ ახლა ერთი კითხვა, შეძლეს კი ეს, ხო? თქვათ შუა საუკუნეებში შეძლო თუ არა ქრისტიანულმა სამყარომ უკუეგდო, ესე იგი ანტიკური ცივილიზაცია, ხო? აი არის ასეთი იყო უпростоრად გამორჩეული მოაზროვნე ეკლესიისა მართლმადიდებლურის მამა გიორგი ფლოროვსკი, მას აქვს ასეთი წიგნი, უпростоრად წერილი ცივილიზაცია და ქრისტიანობა, თუ არ ვცდები, ქრისტიანობა და ცივილიზაცია, პირიქით მithქვავს. და რას ამბობს იქ რომ როდესაც მაგალითად ცივილიზაციას როდესაც ჩვენ ვახსენებდითო და ახსენებდნენ, იქ იგულისხმებოდა ელინიზმი. ანუ ელინიზმი იყო ცივილიზაცია. ხო? და ქრისტიანობა როდესაც მოდის, ის რა თქმა უნდა, ესე იგი შედის წინააღმდეგობაში, როგორც ვთქვით, ამასთან ებრძვის მას და თავს იმკვიდრებს. ოღონდ მე ახლა ვილაპარაკე იმაზე, რა აიღო
ძველი ელინისტური ხანიდან ქრისტიანობამ, ხომ? იქაც იყო რაღაც საკითხავები, ამათაც შექმნეს საკითხავები, იქ იყო ოდა შესხმა ღმერთებისადმი, აქ ფსალმუნებზე დაყრდნობით, მაგალითად, საგალობლები შეიქმნა და ასე შემდეგ. აი, ქრისტიანობა ითვალისწინებს ელინიზმს და ძველ ბერძნულ კულტურას, იქაც კი სადაც ეწინააღმდეგება მას, არათუ იმისგან იღებს, ხო? სადაც კი ეწინააღმდეგება, იქაც გათვალისწინებულია, იმიტომ რომ რამე რო არ ყოფილიყო, როგორ უნდა შეწინააღმდეგებოდა, ხო? ანუ რასაც მე გრიგოლ ხანძთელთან როცა იტყვის რომ განაგდის ჯერკვალსა მას, ანუ განაგდის ჯერკვალი იგი. ესე იგი, გრიგოლ ხანძთელის პერიოდში უკვე ეტყობა საერო და საეროში უნდა ვიგულისხმოთ ანტიკური რაღაცეები, ხელახლა იყო აღმდგარი. მერე დაისაჭიროა ქრისტიანულმა სამყარომ განსაკუთრებით, ხო? ესე იგი, ბიზანტიაში ანტიკური ფილოსოფია. და ახლა რა ხდება? მიხვდნენ რომ თეოლოგიით თლად შორს ვეღარ მიდიოდნენ, ამიტომ სქოლასტიკოსებმა დაიწყეს მანგანის აკადემიაში, ეს არის ბიზანტიაში, ვარაუდით ივანე პეტრეცი და არსენია ყალთოელიც იქ სწავლობდნენ, რომ ფილოსოფია ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად ახსნათ თეოლოგიური საკითხები. ოღონდ ესო იქნებაო თეოლოგიის მხევალიო. ანუ მოემსახურება თეოლოგიას უფრო. და ანსელმ კენტერბერიელი, ეს უკვე დასავლური ქრისტიანული სამყაროდან არის, მანამდე ჩემო ბატონო ბოეთიუსი, თქვენ ხართ თომა აქვინელი, უკვე ამ თეოლოგიაში დიდი იმით ფილოსოფია შემოაქვთ დოზით. თან ამას ბიძგი მისცა განსაკუთრებით დასავლური ქრისტიანობის ამბავში, ისლამურ სამყაროში ანტიკური ფილოსოფიის ძალიან მძლავრმა პოპულარულობამ. როდესაც არაბებმა დაიპყრეს ესპანეთი, კორდობა საამირო რომ დააარსეს და სხვათა შორის მე-9 საუკუნიდან მათ დაიწყეს უკვე ანტიკური ფილოსოფიის თარგმნა, ალქინდი, რომელიც არაბულენოვანი მუსლიმური ფილოსოფიის ესე იგი დამწყებად ითვლება, თვითონ არ იცოდა არაბული, მაგრამ არისტოტელე ათარგმნა ბერძნულიდან არაბულად და შემდეგ კომენტარები დაწერა მასზე და აქედან წამოვიდა დიდი ფილოსოფიური ძვრა, რაციონალისტები გამოჩნდნენ, მუთაზილიტებს ეძახდნენ, მერე აშარიტების სკოლა იყო, იბნ სინა ცალკე, ნასირ-ედ-დინ თუსი ცალკე და როდესაც არაბებმა დაიპყრეს ესპანეთის ნახევარი და იქ დააარსეს თავიანთი ესე იგი სახელმწიფო, აი სწორედ არაბულის მეშვეობით ანტიკური ბერძნული ფილოსოფია შევიდა ევროპაში. ანუ დასავლურმა ესე იგი ქრისტიანობამ და იმ ენებმა არ იცოდნენ ძველი ბერძნული, იმიტომ რომ ისინი რომაულის გაგრძელებანი იყვნენ. ძველ ბერძნულ სამყაროსა მათ არ ჰქონდათ შეხება, მათთან უკვე შედიოდა ეს ყველაფერი ლათინურ ენაზე, იმიტომ რომ მოგვიანო ხანაში, განსაკუთრებით ოქტავიანეს დროს, ლათინური გახდა უპირატესი, აი მოითხოვა პირდაპირ. ვერგილიუსი ენეიდას წერს ლათინურად და არა ბერძნულად. მანამდე ბერძნულად იწერებოდა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები რომშიც, ხო? და დაიწყეს ლათინურად თარგმნა და დიდი პოპულარობა მოიხვეჭა სწორედ პოპულარული გახდა ძველი ბერძნული ფილოსოფია. შემდეგ დაიწყეს ძველი ბერძნული სწავლა თვითონ და უშუალოდ უკვე სადღაც მე-16-მე-17 საუკუნიდან ძველი ბერძნულიდან ითარგმნებოდა ეს ტრაქტატები ფილოსოფიური, ხო? ანუ აი არაბულის გავლით. და მანამდე უკვე იცოდნენ ჯვაროსნული ლაშქრობებიდანაც, როდესაც ჩამოვიდნენ და ნახეს თუ რა ცივილიზაცია იყო, მაგალითად ბიზანტიაში, ბიზანტია გაიარეს მერე ისრაელში, ხო, დღევანდელში, რომელიც ხან ეგვიპტეს ეკუთვნოდა, ხან სხვა იმას და ეს იდეები შემდეგ წაიღეს, წიგნები წაიღეს დასავლეთში და აბანოს შემთხვევა იქნება ეს ყველაფერი გამბანვის და ასე შემდეგ, მაშინ შევიდა სწორედ. იმიტომ რომ შუა საუკუნეებში თლად დაბანვა დასავლურ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში პოპულარული არ იყო. ის კი არა და დედოფალ ელიზაბეთს, რომელმაც მიავლინა ქრისტეფორე კოლუმბი ინდოეთში და აღმოაჩენა ამერიკას შემთხვევით, თურმე ორჯერ ელიზაბეთს ორჯერ უბანავია. ერთხელ როცა დაქორწინდა და მეორე დავად გახდა და ექიმმა გამოუწერა, რომ ესე იგი უნდა იბანაო. არა და ვთქვათ, რომაელები სადაც მიდიოდნენ, აბანოებიც ჰქონდათ, მაგათ მე რო ჩამოვიდნენ აქეთ ამ შორეული არა, ანუ აღმოსავლეთში აქეთ სირიაში, დამასკოში და ვთქვათ ერაყში, აქ უკვე აქაც
ბიზანტიურის, რომაურის გავლენით დიდი აბანოს კულტურა იყო, მერე თქვათ ოსმალეთშიც რო გაიქვა თურქული აბანოები და მერე ევროპამ თურქული აბანოების სახით დაიმახსოვრა ყოველივე ეს. დაუბრუნდეთ ჩვენს ამბავს, ხო? ესე იგი, პირველი რაც უნდა გვახსოვდეს ის, რომ ჰაგიოგრაფია და ზოგადად ესე იგი ეს ხედვა მოდის გმირების აღწერის ამბავი ანტიკურობიდან და საკუთარ გმირს წარმოშობს და საკუთარ გმირს აიდეალებს, ხო? ეს გმირი არის ადამიანი, რომელიც არის სულიერი. თუ სულიერებას რომ ემსახურება, თუ ანტიკური გმირის საბრძოლო მასალა, ხო, არის რა, შუბი, ხმალი, ფარი, ისარი, ცხენი ყავს შემობატონო და საჭურველი, ხო? ქრისტიანი გმირის, ჰაგიოგრაფიული გმირის საჭურველი არის რა, ლოცვა, მარხვა, მღვიძარება, ძირს ნაყროვანება და ასე შემდეგ, აი ესეთი, ხო? ამით იბრძვის. ანტიკური გმირი იბრძვის ჰიდრების, ლომების, გველეშაპების, რა ვიცი, ზვიგენების წინააღმდეგ. ამის ჰაგიოგრაფიის გმირი ებრძვის რას? ეშმაკს, ხო? ეშმაკია მისთვის, ასე ვთქვათ, ამ სულიერ ბრძოლაში. ჰაგიოგრაფიის, უпроსტად ანტიკურობის გმირის სიკვდილი, ტრაგედია თუა, ესეც ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ჰაგიოგრაფიის სიკვდილი ფიზიკური არის ზეიმი. იმიტომ რომ ის დაეხსნა ამ სოფლის შრომას, მან აიტანა ეს წამება, დაითმინა ხორციელი ტკივილი და მიეწია იმ მიზანს, რასაც ქვია მაგალითად ღმერთთან შეყრა. თუ ანტიკური გმირი ბავშვობიდანვე ფიზიკური ძალით გამოირჩევა, როგორც ასეთი, ჰაგიოგრაფიის გმირი ბავშვი აუცილებლად შემჩნეულია სულიერ რაღაცეებში, ხო? ბავშვობიდან ვითარცა იგი იყო მოშიში ღვთისა, ვითარცა იგი ვთქვით სიყრმითგან თვისით. შემდეგ იოაკობ ცურტაველი იტყვის შუშანიკზე, ხო? აი ბავშვობაზე მიდიხარ, იქ ჰერაკლეზე ვთქვი, ხო? ჰერამ მიავლინა რაღაცა უცხულები რომ მოეკლათ, იმან აქეთ მოკლა. ჯერ კიდევ ჩვილმა, ხო? ამ შემთხვევაში. და შუშანიკის შემთხვევაში ის არის გამორჩეული ღვთის მოშიში. ანტიკური სამყაროს გმირი ესწრაფვის სახელის მოხვეჭას, რომ მას დაიმახსოვრებენ როგორც ასეც, ხომ? და ესე იგი, ხოლო ქრისტიანი ჰაგიოგრაფიის გმირი წმინდანი იხვეჭს დიდებას ქრისტეში. ანუ ღმერთ შემოსილობას იძენს, აი ეს თემა. ის გარემო შეიმოსება, ესე იგი, რაღაცა ხოტბებით, ქებებით, იმაზე რომ მასზე დაწერენ და ასე შემდეგ. და აქ არის რომ არ აინტერესებს ეს ცხოვრებისეული ამბები, მისი ერთადერთი ასე ვთქვათ მიზანი არის ის რომ მოიპოვოს საუკუნო ცხოვრება ქრისტესთან. ეს თემა. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ ანტიკური სამყაროსთვის, ეს არის ნების ამბავი, ხო? არჩევანის თავისუფლების თემა. ანტიკური სამყაროსთვის ესე იგი ძირითადი ლაიტმოტივი გახლავთ ის, რომ რასაც ღმერთები გამოუწერენ, კი არა და საერთოდ ბედისწერა გამოუწერს ადამიანს გმირს პიროვნებას, ხო? ის მას ვერ შეცვლის. საერთოდ ამისი შეცვლა არ შეუძლიათ ღმერთებსაც ყოველ იმაზე. ანუ თუ ესე იგი პიროვნება დაიბადა ქუდბედიანი, რაც არ უნდა ქნა, ის მაინც მიაღწევს ამ წარმატებას. თუ პირიქით ვერაფერსაც ვერ უზამ, ხო? ახლა გმირები ვნახოთ, ხო? ამ შემთხვევაში აქილევსი მაგალითად. აქილევს აქვს რა თემა, ანუ დედამისმა იცის რომ ეს მოკვდავია, მოკვდება უცილებლად, ერთდღიანის ეძახიან ადამიანებს ღმერთები. ხო? და სანამ ახლა ასაკში შევა და უამრავი სნეულება, ხიფათია და ასე შემდეგ, და ამ სნეულებებისაგან და ხიფათისაგან რომ დაიცვას, ის მას ესე იგი მის ჯანმრთელობას ამაგრებს, შეიძლება ითქვას ცეცხლზე, ხო, გამოწვართავს რაღაცნაირად და მხოლოდ ქუსლები რჩება დაუცველი. ხო, ეს თემა ხო არის? და შემდეგ, როდესაც გაიგებს, რომ უკვე ტროის ამბავი იწყება, დედამისმა იცის, რომ ეს არ გაჩერდება. ამიტომ გადამალავს თავის ნათესავ გოგოებთან. ჩააცვამს გოგოურად და ეს დაფარფატებს ჩვენი აქილევსი თავის ნათესავ გოგოებთან. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის მითებში და ჰომეროსთან არ არის შესული. ესეც კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ჰომეროსი წინარე ცოდნას იმისათვის, რომ აღწეროს და 56 დღეს თუ არ ვცდები, აღწერს ესე იგი ამ ბრძოლის, ხო? უკანასკნელი მე-10 წლის. მაგრამ მანამდე ეს რაც ხდება, როგორ ხდება პარისი, როგორ დაიბადა კასანდრა ვინ იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გადმოცემით მკითხველმა ისედაც იცის, ხო? მოკლედ მივაგამემნონის ხალხი
ოდისევსთან, ოდისევსმაც იცის რომ ომში მიყავთ და ახალშეძენილი ყავს ეს ტელემაქე, ჩვილია ჯერ არ უნდა წასვლა და თავს მოიგიჟიანებს და ესე იგი ხნავს მიწას და თესავს იმას მარილს, თესს იქ რო გიჟივარო. მაგრამ ისინი ძალიან ჭკუის კოლოფები იყვნენ, ისეთი გაქნელი ხალხი იყო ის ელჩები, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ყველაზე ჭკვიან, მაგრამ არა ბრძენ, ბრძენი არის ნესტორი. ყველაზე ჭკვიან კაცთან, ეშმაკ კაცთან აქვს საქმე და თქვენს რომ მოდი ასე ვქნათ ეს ჩვილი მოუყვანოთ, დავსვათ მიწაზე, თუ გადაუვლის ხარებით, ესე იგი მართლა შესწენილია ჭკუაზე. თუ არა და რაღაცას გვატყუებსო. დაუდეს, ვეღარ გადაუარა მან და გაამჟღავნა თავისი თავი. შერაცხადი რომ იყო ჩვენი ოდისევსი და მე ახლა ოდისევსი რატო ჭირდებათ? იმიტომ რომ ვერ აგნებენ აქილევსს. ისიც იციან რომ აქილევსის გარეშე ის ომი მოუგებელია. აქილევსი გადამალულია სადღაც იმაზე კუნძულზე და ეს დაადგენს კოორდინატებს ჩადის ვაჭრად. აი მე ავთანდელი რომ გამოვაჭრდება, ხო იცით, გულანშაროში ჩასული. და წაიღებს საჭურველებს ცალკე და ზიზილ პიპილოებს ბოდიში ვაკნენებ ამას, ესე იგი ცალკე და გაშლის ორ დახლს, ერთზე დააწყობს შუბებს, ფარებს, ხმლებს, ასე შემდეგ და მეორეზე საყურებს, სამაჯურებს და რა ვიცი, თავსაკრავებს და ასე შემდეგ და რო გამოვლენ ეს გოგოებში ეს ჩვენი აქილევსიც, გოგოები მივლენ რა თქმა უნდა ბეჭდებთან იმას და აქილევსი გამოვა ქალის ყავით და სინჯავს იმას რა ქვია მახვილს და ეს ჩაავლებს ხელს და ეუბნება რომ გმირო დიდი ომია უშენოთ არ გამოდის და ამაზე იტყვის რომ ახლა რა ხსქვია კაცო ომია და უნდა წავიდე და დედამისი ეუბნება რომ თუ წახვალ მოკვდები და იქ ახლა მიდის ჩაწყობა ზევსთან რომ არ მინდა რომ მოკვდეს და შესთავაზებენ ასეთ არჩევანს რომ ორი არჩევანი აქვს. პირველი სიკვდილით ნებისმიერ შემთხვევაში მოკვდება, იმიტომ რომ ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად ღმერთია, მაგრამ მაინც არის ორი არჩევანი. პირველი ის ძალიან დიდხანს იცოცხლებს, დაბერდება შვილებსა და შვილიშვილებში, იქნება ძლევამოსილი კარგი მეფე, მაგრამ მის შესახებ არავის არაფერი არ ეცოდინება. ხო, გარდა ეგება ჩვეულებრივ მორჩება ეგ თემა. და მეორე არის ის, რომ მოკვდება ახალგაზრდა, მაგრამ მისი სახელი მუდამ იქნება, ესე იგი, ყველას ეკერება პირზე. და აქილევსი ირჩევს ამ მეორეს. და რა ხანიდან ისიც ძალიან ისე დაუშვეს ხათრის გულისთვის ეს არჩევანი, თორე წინ იყო მისი ბედი განსაზღვრული ამ თვალსაზრისით, კორექტირებას აღარ ექვემდებარება ეს ბედი. აქილევსმა იცის რომ მოკვდება, ოღონდ აქილევსმა ჯერ არ იცის როდის, მაგრამ ისიც იცის რომ ტროაში მოკვდება. მაგრამ ჯერ არ იცის როდის და მისთვის არის ერთი თანათქვამი. როდესაც მოკლავს ჰექტორს, ჩათვალოს რომ წამზომი ჩართულია. და ჰექტორი როცა უკლავს მეგობარს პატროკლეს, ეს გამწარებული არა მხოლოდ იმიტომ რომ მეგობარი მოუკლა. იმიტომ რომ მან როგორც მეგობარმა მეგობრის სიკვდილზე უნდა იძიოს შური და იცის რომ ჰექტორს როგორც კი მოკლავს, მისი წამზომი ჩაირთვება. ანუ რომ კლავ თავს იკლავ, ფაქტობრივად ეგრე გამოდის. უკვე დროის თემა იყო და მე აპოლონი მოკლავს პარიზის მეშვეობით. მოკლედ, აი ნება, ხო? ჰაგიოგრაფიულ გმირებთან, ხო, მე ოიდიპოსი უნდა ვახსენოთ. ოიდიპოსი დაიბადა, მამამისი გაიქცა ორაკულთან, მისანთან, მისანმა უთხრა რომ ეს მოკლავს მამას, შეირთავს დედას. ვაიმე ჩემო თავო და მოაშორეთ მოგალითო. შეუკრეს ფეხი, ორ ფეხს შეკრულს ნიშნავს ოიდიპოს. წაიყვანა წყემსმა, უნდა მოეკლა მთაში, ვერ აღმართა ხელი და მეზობელი ქვეყნის მწყემს მთაზე საზღვარი იყო, გადასცა. იმანაც თქვა მე რა უნდა ვუყო ამასო, მეფე და დედოფალს შვილი არ აყავთ და მიგვარა. გაიზარდა ეს, გაიგო რომ დედა უნდა შეირთოს ცოლა და მამა მოკლას და თქვა რომ ეგრე ეთყობა მე გავგიჟდებიო, იმიტომ რომ სულ ცნობაზე არ ვიქნები ასეთ რაღაცას თუ გავაკეთებო. გონია თავისი ნამდვილი მშობლები ისინი გამოიქცევა აქეთ. ხო? და ამასობაში სფიქსით აპატრონებულა მისი ღვიძლი მამის ქვეყანას, სანსლავს ყველაფერს შავჭირს და რაღაცას და ეს მამა გარბის ორაკულთან რომ თან გამოცდას უწყობს რომ გამოცანას ეუბნება რა არსება ის დილით 4-ზე რო დადის, შუადღისით 2-ზე, ხოლო საღამოს 3-ზე. ვერ პასუხობენ და ჭამს ხალხს. ხო და ეს მირბის ახლა ამ მისანთან რომ გაიგოს ეს ამბავი თან ესკორტი მიდის და ალბათ ესე იგი სირენების ჩართვით ვიუ ეს მოდის იქიდან რომ მშობლები მიატოვა რომ რატო დავიბადე ასეთი რა ჩანდაბა მჭირს რატო უნდა მოკლა მამა რატო უნდა შევირთო საყვარელი დედა ცოლად
და გზას შემოხდება და ამას ესკორტ დაცვის წევრი მეფის ლაიონასის გადაკრავს მათხრას, რომ გადიიქითო. და მათრახეს შემოკრა ეგრე არ უნდაო, ესენი ხომ ესე იგი მიასიკვდილა ეს დაცვა მთლიანად და მეფეც მოკლა. რომ მოკლა მეფე, მერე მივიდა რა გჭირთ ხალხო და სფინქსი ყავსო ასეთიო. მივიდა და სფინქსს უთხრა, რომ რასაც შენ სვამ კითხვას, მაგის პასუხი არის ადამიანი. და სფინქსმა თავი მოიკლა, იმიტომ რომ ჩვილი 4-ზე მოკლედ იცით. მერე ადამიანი ახალგაზრდობაში ორფეხზე დადის და მერე ყავარჯენსაც შემოიშველებს და სამი და მოკლა გადაიჭეხა თავი სფინქსმა. აბადას თქვენ შენახავთ ჩვენი ხსნელი, მეფეც მოგვიკვდა ბატონო უბედურ კატასტროფაში რაღაცა და დასვეს და შეირთო ისე რომ არ იცის თავისი დედა და ეყოლა შვილები. და როდესაც იგებს ამას, იმიტომ რომ ამ ინცესტის გამო ისევ შავი ჭირი მძვინვარებს ამ ქვეყანაში და რო იგებს და ნელ-ნელა რო იმასშვება, ცხადდება, თვალებს დაითხრის, ხო? რომ ის არის, ხო, ძალიან ისეთი თემაა, ხო? ანუ ბედს ვერაცდა. ჰაგიოგრაფიული გმირის შემთხვევაში ბედის წერის თემა არ არის, არსებობს ნება ღვთისა. და ამ ღვთის ნებაში ყოფნა ყოველდღიური არჩევანია. სულ გამოცდას გადიან. ვიქნები თუ არა ამ ღვთის ნებაში მე. ყოველი თემა, ანუ ჰაბოს ერთი დაკრეს, რომ ეგებე ეტკინოს და თქვას ვაი მეტკინა და აღარ მინდაო, ხო? და ჰაბომ იქ არჩევანს აკეთებს. თავიდან როგორ არის ჰაბო, ხო? ეშინია რო არ მოკლან. მე მიდის აფხაზეთში მოინათლება და მოსწყინდება, იმიტომ რომ იქ ყველა ქრისტიანია. და მაგას ის უნდა თავის დამტკიცება უნდა. საღვთოშურია, ეს რა არის? ქრისტიანი გავხდი მისათვის, რომ გულშვიდად მეცხოვრა, ვცხოვრობდი ჩემ ბაღდადში, ხო? და მე ჩამოდის თბილისში და ამბობს, რომ მე ქრისტიანი ვარ. ქრისტიანი ვარ ბატონო და ქადაგებს და არაფერს ეუბნება, რომ ახი, ანუ ძმას ნიშნავს. ჰაბიბი, იალა, მოდი აქ ერთი დაგელაპარაკო შენ, მე მივაგენი ამ ჭეშმარიტებას და მინდა რომ შენს ძუნწი კი არა ვარ, რომ ჩემთვის იყოს მარტო, ხო? შენც კი მინდა რომ გითხრა, გაუწყო ამის შესახებ და ეს უკვე პოლიტიკა ეჯახება მაშინ, რომ რას მიშვები კაცო. ჯერ შენი თვითონ გაქრისტიანება არ კმაროდა და ეხლა მომდგარი ხარ და კიდევ ამ ჯარსაც მიქრისტიანებ. აბა რა გამოვიდა მაშინ, ხო? მთლიანად ის თემა ისწრება და პოლიტიკა მოკლა. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი არის აბოს უშლიან, ქრისტიანები უშლიან. რო არ წახვიდე, რომ მოკლავენ, რომ აქ რო ხარ, ეს კარგია და ასე შემდეგ და მისი პასუხი, ხო? იმაზე ბნელ ოთახში არავინ აანთებს სანთეს და არს შედგამს მაგიდის ქვემოთ, არამედ დადგამენ ზემოთ, რომ ანათოს იმან და სინათლე გასცეს. ეხლა მე ვარ ეს სანთელი და ქრისტეს სიყვარულში უნდა ჩავიწვა, ან რაღაც ამდაგვარი უნდა ვანათო, აბა ისვისა ვარ ქრისტიანი, ხო? და ეს მისი არჩევანია, ნახეთ, არავინ არ ავალებს ამას, არავინ. და უბრალოდ არის ის, რომ მის ამ ყველაფერს წარმართავდა ქრისტე. მაგრამ მას შეუძლია თვითონ ამ ნებაში რაღაცა არნაირად ორიენტირდეს, ისე როგორც უნდა, გაქრისტიან და დარჩეს აფხაზეთში. და იცხოვროს სიკვდილამდე, ხო, სიცოცხლის ბოლომდე. არავინ არ დაუშლის, მას პირიქით ეხვეწებიან, რომ ეს კაია, მაგრამ მისი პიროვნული არჩევანია. ჩამოვიდა აქ, ამირე უბნება, რომ რატო გახდი ქრისტიანი, რა გჭირს ასეთი, ეგება ფული გაკლია. ამბობს არა, ეგება თანამდებობა გინდა. აბა რა იწროებისაგან, ანუ რა სიდუხჭირისაგან, ხო, ეს პასუხობს, რომ ეს ქრისტეა და შენც თუ ეს სიტყვება გინდა, გაიგო რა არის, შენც თვითონაც უნდა გაქრისტიანდე, ხო? მთელი თემები, მე ჩასვამენ იმაში, რა ქვია, საპრობილეში და იქ ღვიძარებს და ხელში უკავი ორი სანთელი, ასე სანამ არ ჩაიწვება, ხელს არ ჩამოუშვებს, მთელი ღამე ლოცულობს. მე გაყავთ, თან უნდათ რომ ცოტა შეაშინონ და რაღაცა და მთელი ეს ხაზი ის ერთადერთი იმაზე ლოცულობს, რომ სადმე სისუსტე არ გამოავლინოს სულიერი. უცებ ხორციელმა ტკივილმა არ გადაძლიოს რა, ან მარათონშია, სულიერ მარათონში გარკვეულ იმაზე, ხო? და მე დააგვირგვინებს ამაზე, მასზე ბედნიერი არავინ არ არის და ისე რომ მე ხალხი კიდე მორბის შეშინებული ხალხი და როდესაც ხედავენ რომ არაბი, ნაშობი მამისაგან და დედისაგან და არა იყო იგი მრუშიო, რომ ჩამოვიდა და თან ამ შემთხვევაში ჩვენ მეორე შეხვედრაზე ვილაპარაკებთ ჰაგიოგრაფიის გმირები როგორც აქტივისტები, ხო? და უფლებადამცველები. ეგ ძალიან საინტერესო ფაქტია, ხო? ამ დაპყრობილი
დაპყრობილი ერთს, დამპყრობელი ერის შვილი ასე გამოეკომაგება არა მხოლოდ რელიგიის ამბავში, არამედ უფლებრივ თემაშიც, ხო? და მკელობელნიც, ანუ კოჭლებიც კი ირმებივით მოხტოდნენ, რომ იმდენად დიდი სულიერი ზავთი იყო ეს, თუ შეიძლება ითქვა სიხარულის, რომ უნდათ რომ ესე იგი მათაც პატარა რაღაცა ერგოთ ამ ამბავში მოაწყდებიან ამ ყველაფერს. ხო, ესე იგი ჰაგიოგრაფიაში ყველაფერს წარმართავს არა ბედი და საერთოდ ქრისტიანობა და ისლამი გარკვეული თვალსაზრისით ბედის წერას ცნობს, მაგრამ ქრისტიანობაში ეს თემა ყოველ შემთხვევაში ადრეულში მგონი არ არის, არამედ ესე იგი ნება ღვთისა, რომელში ყოფნაც მუდამ პიროვნული არჩევანია. ანუ მე შემიძლია ვიყო ამ ნებაში ღმერთთან და შემიძლია არ ვიყო ესე იგი ამ ნებაში ღმერთთან და ასე შემდეგ. პიროვნული არჩევანია კი, ყოველი დღე არის გამოცდა. ყოველი დღე არის გამოცდა. ანტიკური გმირების გამოცდა ეს არის ლომებთან, როგორც ვთქვით, გველეშაპებთან, იმებთან ბრძოლაში და ასე შემდეგ, ხოლო ესე იგი ჰაგიოგრაფიის იმაში სულიერი გამოწვევების ამბავია, ხო? ზოგჯერ მიდიოდნენ იმაზე, რომ ვთქვათ, ფიზიკური ტკივილით რაღაცა ცდუნება აელაგმათ. ხომ ეს ცოტა მოგვიანო ხანის ამბავია. და შემდეგ ეს ყველაფერი არ დაიკარგება სხვათაშორის არც ანტიკური, არც ქრისტიანული, ვეფხისტყაოსანში სხვაგვარად წარმოგვიდგება, მერე მოდის მაგალითად უკვე რენესანსის პერიოდი, სადაც სულიერი და ფიზიკური არის შერწყმული, ანუ იდეალური ადამიანი არის არა მხოლოდ ფიზიკურად ლამაზი, არამედ სულიერადაც ლამაზი და ასე შემდეგ. ანუ ეს ორი ერთმანეთს აღარ განაპირობებს. ანტიკურში ვთქვით, რომ ლამაზი სხეული განაპირობებდა ლამაზ სულს, ქრისტიანულში ვთქვით, რომ ლამაზი და მშვენიერი სული იყო მთავარი და არა სხეულებრივი, ასე ვთქვათ, ფიზიკური გარეგნობა, პირიქით საფრთხედ მიიჩნეოდა იგი ადრეულ ქრისტიანობაში, ესე იგი იმისთვის, რა ქვია, სულისთვის და თავს იმახინჯებდნენ სხვათა შორის ზოგჯერ თუ ლამაზი შესახედაობისანი იყვნენ, რომ მათ ლაპარაკის დროს არ მიექცია მათ გარეგნულ მშვენიერებას, ესე იგი გვერდით მდგომის ყურადღება თუ მრევლისა და შემდგომში ეს ხაზიც მოდის, იმიტომ რომ აზროვნებაში ამბობენ, რომ სხეულის ღმერთის შექმნილია და ჩვენ ძალად არ უნდა, ასე ვთქვათ, დავთრგუნოთ ეს. რა თქმა უნდა, ანუ ვნებები უნდა დაეთრგუნოს, მაგრამ სხეულის დამახინჯება და ასე შემდეგ წვალებაც არ შეიძლება. მაგალითად, ეხლა მოგეხსენებათ საფრდილექში ჩააგდებული ესე იგი შუშანიკი თავს იმაზე სასტუმალზე იმებს არიკარებს, ალიზის აგურს იდებს, და იმაზე უნდა და იძინოს და ასე შემდეგ, ხო? ეს ფიზიკური იმების დათრგუნვის თემა, სხეულის დათრგუნვა, ხო? სულის უპირატესად, მაგრამ რენესანსის დროს მაგალითად მიქელანჯელო, როდესაც ამ გამონაკვთავს და დავითს, იქ როგორც სხეულებრივად არის ლამაზი და პროპორციული, ასევე სულიერად, ანუ ეს არის იდეალური ადამიანი. მერე მოვა დრო და ვიქტორ ჰიუგო დაწერს იმაზე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს იმით რა ქვია კვაზიმოდოთი, ხო? იქაც სულიერი რაღაცა ისეთი გასხივოსნება იწყება, ოღონდ ამის ბიძგს იძლევა სიყვარული ამ შემთხვევაში. ხო, აი სიყვარული ვახსენეთ და ვთქვათ, ანტიკურში ხომ იყო, რომ სიყვარული ღმერთია. მერე ქრისტიანობამ იმას ქნა, შეცვალა ეს შებრუნებული პერსპექტივით წარმოგვიდგინა. ღმერთის სიყვარული არს. ოღონდ სიყვარული ღმერთი არსის, ეს არის ღმერთის სიყვარული არს. ამ თემაზე იმას ქნა, ანუ შეამჭიდროვა თუ შეიძლება ითქვას, ხო? ანუ ცალკე პანთეონად კი არ წარმოგვიდგინა ყველაფერი, რომ ღმერთია და სულიერია და ასე შემდეგ. არამედ პირიქით. სიყვარულს რა უყოთო თქვა და ქრისტეს როცა ამბობს, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ, ძველ ქართულად იყვარებოდით ურთიერთას და თქვენს მე ხო ღმერთის სიყვარული არის, მაგრამ სიყვარული ღმერთი არ არის. ეს ძალიან ის არის, ხო? ანუ გრძნობას კი არ აღმერთებს, არამედ ღმერთია ეს მოცემულობა, ღმერთს უყვარს თავისი შექმნილი, ყველაფერი აბსოლუტურად და შემდეგ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, აქ უნდა შევჩერდეთ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეავსებთ და ალბათ ფიქრებშიც არ გამაწყვეტინეთ, უკვე წარმოგესახათ უფრო შეიძლება კარგი მაგალითები ისეთი და თუ გამანდობთ მეც ძალიან მოხარული ვიქნები, იმიტომ რომ ჩვენი შეხვედრების მიზანი არის ერთობლივად ფიქრი და განსჯა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის კურამსაც და თვითონ თქვენგანს.